ყოველთვის თქვენთვის მქრით და შემდეგ თქვენთვის მოგვაქვს სცენიდან სათქმელი. დღეს საესტრადო თეატრალური სტუდია მერლი მე-7 სეზონს დახურავს. დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებით. ჩემო ძვირფასებო, დღეს თქვენს წინაშე წარსდგებიან საესტრადო თეატრალური სტუდია მერლის აღსაზრდელები რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს შეცდომები დასაშვებია და ჩვენ მათ ყველაფერს ვპატიობთ. ამიტომ, ჩემო პატარებო, გავარდით, გაიღიმეთ, ბედნიერები იყავით, არასოდეს დაუშვათ შეცდომა ადამიანობაში, ცხოვრებაში და ბევრი შეცდომა გქონდეთ სიმღერაში, ჩვენ ყველაფერს გავაპატიებთ და თქვენს წინაშე პირველ ნომრად წარსდგება ძალიან დიდი ხანია შრომობს. აქვს უდიდესი ენთუზიაზმი, არტისტიზმის დიდი უნარი, ხმასა და შესრულების მანერას თქვენ თავად შეაფასებთ. მე მას მერლის სახეს ვეძახი. სხვათა შორის მერლის ბევრი სახე ჰყავს და ძალიან მიხარია. სამომავლოდაც ალბათ ბევრი სახე ეყოლება მერლის. ხავთ მივეგებოთ, გავამხნევოთ და წარმატებები გუსურვოთ. წინ მომავლისაკენ ლიზი გუჩავას. მოვიგოთ. Sadam
аплოდისმენტებმა შენი შეფასების ხარისხი. უღრმესი მადლობა და პირველი აკორდის წარმატებით გაიქრა, არა? ეს ჩვენთან სწორად გახლავთ ჩემი მეგობრები, ჩემი კოლეგები, ჩემი სული, გული და ძალიან საყვარელი ადამიანები. ქალბატონი ნინა რეისაძე, ქალბატონი ნინა ხუციძე-ვანელი, ქალბატონი ნინო ფროიძე, ქალბატონი სალომე სირბილაძე, დღეს ჩვენი სტუმარია ბატონი საბა საფარელი და კიდევ შემოგვიერთდებიან ბევრი ხელოვანი და წარმომადგენლები ხელოვნებისა. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს და მათი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია. არ შემიძლია აქვე არ აღვნიშნო ჩემი განსაკუთრებული სიყვარული ამ სივრცის მიმართ, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. რატომღაც განსაკუთრებული ხიბლი აქვს ჩემთვის ამ სივრცეს და თქვენ როგორ მოგწონთ ეს ხოველმე, გთხოვთ ტაშით დამიდასწორეთ. დიდი მადლობა რესტორან გალადონს, რომელსაც მე თეატრ რესტორანს უფრო დავარქმევდი. უღრმესი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ხელს გვიწყობს ჩვენამდე მოტანაში ჩვენი შესრულებებისა და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ ნანოს მენეჯერს, რომელიც ყოველთვის მზაობას აცხადებს ჩემი წარმატებისათვის. ასევე ჩემს დიდ მეგობარს, დიდ იმედს და საყვარელ ადამიანს, უძლიერეს მუსიკოს ლაშა ფურცხვანიძეს. ყველაზე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემი მოსწავლეების მშობლებს, დედიკოებს, მამიკოებს, ბებუებს, ბაბუებს, თუნდაც ბიძებს, ბიცოლებს, მამიდებს, ნათლიებს, ყველას, ვისაც უხარია თავიანთი პატარის განვითარება, შემოქმედების ზრდა და წონილი შეაქვთ იმაში, რომ ისინი ასე ამაყად წარდგნენ თქვენს წინაშე. ხუხარი აპლოდისმენტები მათაც და შემდეგ ნომრად წარვადგენ გოგონას, რომელიც სულ რაღაც ერთი წერია, რაც შემოუერთდა მერლის და არიშურებს დროს, არიშურებს ძალას, ენერგიას, ნიჭს, რომ გაიზარდოს. მოდი ჩვენ თავად შევაფასოთ მისი ეს ნაშრომი მთელი წლის და მივეგებოთ ულამაზეს ნინია ლანჩავას. მოგწონდი რომ წარმატებები არ მიგელმოვა, შეგძლებთ ყველა. Thank you.
მწვანელი. მაგრამ მე ძალიან მომეწონე, აი თაიგულიც დაიმსახურე და მქუხარი აპლოდისმენტებით დაიმსახურე. დიდი მადლობა საყვარელო. წინ დიდი წარმატება გელის, რათა ახლახანს დაიწყე სიმღერა. მაშასე, ხომ კარგად გგრძნობთ თავს? ძალიან კარგი. შემდეგ ნომრად უნდა წარმადგინო ბიჭუნა, რომელსაც მე ნებისმიერ ეპოქაში, ნებისმიერ დროს ყოველთვის ვუწოდებ ვარსკვლავს. ყოველთვის ვუწოდებ ვარსკვლავ ბიჭუნას და არასოდეს არ მომერიდება ამის. ვიქნები თამამი და ვიქნები ამაღიც. როდესაც რეპეტიციაზე ვთქვი, ლიზი კუჭავაზე ვთქვი, რომ მერლის სახე თქო, მან ასე ჩაიბურთუნა. მე რატო არ ვარ ვითომ მერლის სახე? ხო და ახლა უნდა წარმატგინოთ პენსინაშე. მერლის სახე ნიკოლას ყურაშვილი. უპირველეს ყოვლისა ულამაზესი გოგონა. შემდეგ როგორ ვთქვა, სიცოცხლით სავსე, სიყვარულით სავსე, იმედებით სავსე. მას დედიკო ჰყავს შორს. ტაში გავაგზავნოთ მის ულამაზეს სამსაყვარელს დედიკოს ქალბატონ დაჯის. მიაგის სცენიდან უმღერებს, დარწმუნებული ვარ ემოციები არ შეუშლის ხელს კარგად შესრულებაში, მაგრამ ჩვენ მაინც გავამხილავთ. თქვენ წინაშეა ნია ჯორჯმენაძე.
გვალამაზო და შემდეგ ნომრად სპეციალში უნდა წარვადგინო გოგონა, რომელსაც ჩვენ ოქროს საწმის ვეძახით. უკვე 4 წელია ანთებს მზეს ჩვენ სტუდიაში. არის უმეზესი, უნიჭიერესი და ულამაზესი. არ წარმომიდგენია ჩემს ირგვლივ ადამიანი მას რომ არ იცნობდეს და ეს გახლავთ ნანო ბაბუნაშვილი.
ნახეთ რა ლამაზია. ხო კარგად იბლები. კიდები. აპლოდისმენტები. შემდეგ ნობრას თქვენს წინაშე წარვადგენ ჩვენს ბრილიანტს, ნამდვილ კაშკაშარ პრინცესას, ნამდვილ მზის სხივს და საერთოდ ჩვენს სიმდიდრეს, მარიამ ხეცურიანს. აბა მარიამს უყვარს ხელში რომ უჭირავს მიკროფონს.
ექსპრონტად ერთი სიურპრიზი მაქვს ერთი ადამიანისთვის. ყველა ერთად ავყევით. მამიკო შობლები, მონაწილეები. მე ძალიან განვიცდი და შესაბამისად ვერ ვიგებ როგორ მიმდინარეობს კონცერტი. ამიტომ თქვენ გთხოვთ, ანუ თქვენი ტაშის სიძლიერით, რამდენადაც ნაკლებად, რამდენადაც საშუალოდ, თუ რამდენადაც მეტად მიმდინარეობს ჩვენი დღევანდელი საღამო, შემატყობინეთ მაქედან. მართლა ესეა? ძალიან ბედნიერი ვარ. მე ყოველთვის შოუს მოყვარული და დამდგმელი და მომხები ხავი, მაგრამ ასე გადავწყვეტეთ, რომ წელს მოსასმენი კონცერტი მქონოდა და დიდი იმედი მაქვს, რომ ასეა თუ ისეა გამოვიდა. დიდი მადლობა მე მიჩემო ძვირფასო. თქვენ წინაშე კი უნდა წარმოვადგინოთ. ჩემთვის ძალიან საყვარელი. აი, როდესაც დავინახო ხოლმე ბედნიერები, გულში ვიხუტებ, რომ დადებითი ემოციები მივიღო. აი, აქ აქვს ძალიან ლამაზი ჩაჭრეტილი და სულად კოცნი ხოლმე. ხომ შეიძლება ასე წარმოვადგინოთ ჩემი საყვარელი მოსწავლეები, ხო? ანუ იმდენად მიყვარს, იმდენად მეძვირფასება, როგორც დანარჩენი მათგანი, რომ ყოველთვის მზე მინათავს თვალებში მისი დადახვისას. თეკო ჭელიშვილი! ძალიან საყვარელია. გავხდათ?
მეკო. დიდი მადლობა ჩემო მზეო და თებონას დაიყოთ ყავს სხვათა შორის. ასეთივე ლამაზი, ოღონდ უფრო ნაზი, უფრო ჰარმონიული და რაღაცნაირად ძალიან საყვარელი. მივეგებოთ ოვაციებით ჩვენს ემოციურ, ჩვენს უსაყვარლეს ბარბარე ჭეიშვილს. დიდი მადლობა. შემდეგ ნომრად კი თქვენ წინაშე უნდა წარვადგინო ბიჭუნა, რომელიც არც კი ვიცი როგორ დავახასიათო. არ მაქვს სიტყვები მის შესაფასებლად. ის არის განსაკუთრებული, ძალიან თბილი, ძალიან მოსიყვარულე, ერთგული, ნიჭიერიც ამასთანავე, შრომის მოყვარე, ვაჟკაცური, მამაკაცური და ბიჭზე არ ითქმის, მაგრამ ულამაზესი. მიმი ჯავახიშვილის პირადი სიყვარული. დაჩიჭან ქვედაზე. და ერთი წუთით ვთქვათ, დღეს ჩვენთან სტუმრად არის ჩემი პირველი თაობის მერლელი, რომელიც 6 წლის შემდეგ ძმის გაბოშვის სტუდიიდან. და მინდა მივეგებოთ და აპლოდისმენტები ვუძღვნათ ლუკა ფუცხვანიძეს და უღრმესი მადლობა გადავუხადოთ, რომ ყველა კონცერტზე, ყველა ღონისძიებაზე, ყველა აქტივობაზე, ამოდი, სწრაფად, დაინახე უბრალოდ მაყურებელს. ყველა აქტივობაზე ჩვენს გვერდით არის და მე მიამაყება, რომ ეს ბიჭი ჩვენი განზრდილია. დაჩიც ვამხნევთ. Thank you.
რაო? ამ მიკროფონში არ მესმოდა კარგად მასწავლებელო. აბა მოდი. პატარა გოგო და პატარა თათმიდა, პატარა სამიდა, პატარა მზრდე. გაიგო? დიდი მადლობა. მეც მიყავ. უზომოდ. წადი ახლა ალბათ მაგდა გეძახის. თქვენი წინაშე კი შემდეგ ნომრად უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენი უსაყვარლესი გოგონა, რომელიც ახლახანს შემოუერთდა მერლის სულ რაღაც ალბათ ნახევარი წელია და ისე შეუყვარდა სცენა, მიმი, ჯანეტი, მერლელები და მერლის ირგვლივ ყველა და ყველაფერი, რომ თვალები ძალიან უციმციმებს სიხარულისგან, როდესაც ჩვენს გვერდით არის. და მე მინდა რომ ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მის ბებოს, რომელიც იმყოფება ემიგრაციაში და რომელიც მაქსიმალურად ჩართულია მისი შვილიშვილის განვითარებაში, წარმატებაში და ყოველთვის ჩვენი თანამდგომია და დარწმუნებული ვარ ახლა შორეული საბერძნეთიდან აკვირდება მას და ცრემლების ზღვა იქნება იქ. ტაში ქალბატონ ნანა თორდიაძე თქვენ წინაშე ნანუკა კოხრეიძე უნდა წარმოვადგინო.
ოვაციები, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ოდესმე დიდი ყოფილა ხომ საქართველო, როგორც ჩვენ ვიცით და დიდი იქნება კიდევ, ვართ კიდევაც დიდი, იქნება კიდევაც დიდი. ყველა მერლელს მინდა ვთხოვო სცენაზე განლაგება, ვთხოვთ. ვთხოვთ შემოძვით მასებო. თქვენ კი როგორც მოგწონთ ეს ბავშვები. რასაც უსურვებდით, როგორც უსურვებდით, ისეთი ტაში და აპლოდისმენტები გაგვაგონეთ, ვთხოვთ. ტაში, ეს ყველაზე დიდი მუსიკაა ჩვენთვის. ტაშზე დიდი მუსიკა და ხელოვნება. რა თქმა უნდა, ჩემის მოსაზრებით და ჩემი სუბიექტური აზრით არ არსებობს. და თქვენზე დიდი ვარსკვლავი არ არსებობს, როგორც თქვენ ხართ. შეფასებლები და მაყურებლები. მე თქვენ მიყვარხართ. ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო. ესე იგი ყველაფერი კარგად არის. ძალიან მიყვარხართ. მე ამაყებით და მე იმედებით. და საქართველო რომ დიდია, რომ იქნება ყოველთვის ახალე ცხადყოფა ყოველივეს. მე განვათავსებ ეგრეთ წოდებული პოსტი ჩემს Facebook გვერდზე.
რომ მე მყავს ნამდვილი მშობლების შვილები. იცით ნამდვილ მშობლებში რაც გულისხმობ? ოფლს რომ ხვრიან თავიანთი შვილების წარმატებისათვის. ოფლს რომ ხვრიან თავიანთი შვილების ნიჭის ზეიმისათვის. და მე ვთხოვე კომპანიებს, ხომ არ შეგიძლიათ გამისაჩუქროთ ჩემი მოსწავლეები და მხოლოდ ერთი ადამიანი გამოდგა ასეთი. სალომე ტურბაძე. ხო, სხვადასხვა მე პირველი ადამიანი მომმართავს სარეკლამო მკვლელისთვის. მაგრამ სამწუხაროდ არ ამი გამოდგა ისეთი
ძალიან მიყვარხართ და მადლობა. მუსიკოსები და ძალიან დიდი მადლობა რომ ყოველთვის ყველგან კულისებშიც დარბაზში და სცენაზე ჩვენს გვერდით გახართ და ხართ და თელი გულით და სულით გულშემატკივრობთ. ესენი არიან მუსიკოსები, რომლებიც
თავის შემოქმედებას ჩუქნიან მერლის და ძალიან დიდი მადლობა. არაერთი ლამაზი სიმღერა გაჟღერებულა მერლის სტუდიაში ნინო ვანელის და დიმო დეისაძის მიერ შექმნილი და დიდი მადლობა ამისთვის. სალომე ჩემი გულწრფელი სიყვარულის შენ და შენს მოგიერებას ბავშვობიდან და ასევე მინდა აღნიშნო ერთი რამ, რომ დღეს ჩვენს დარბაზში სულად არიან მოწვეულები. სიმართლე რომ ვთქვა, მოსწავლე მოიწვია. ეს არის სკოლა მერვისი, რომელთანაც ავიდი ფეხი როგორც პედაგოგმა და მოცა შანსი. ხოხარი აპლოდისმენტები სკოლაფერმის. ხო, მერვის და დიდი მადლობა მოგდათ იმისათვის, რომ ასეთი კარგები არიან, მე 9 წელი გავატარე მათ გვერდით და დღეები მეგობრო, ხელმძღვანელებთან მეგობრო, წარმოგიდგენიათ და ასე პედაგოგებთანაც და მე გავუშვი მოსწავლეები, რომლებმაც ან მშობლებმა მადლობები გადამიხადეს, რომ ისეთ კარგ გარემოში მოხვდნენ, სადაც ისურვებდნენ ყოველთვის მათ შვილის მოხვედრას და აღზრდას. ძალიან დიდი მადლობა სკოლა მერვის. ჩვენ აუცილებლად დავიგეგმებით და თქვენთან ისევ შემოქმედებით ვითანამშრომლებთ. ასევე დარწმუნებული ვარ, სტუდია მერლიდან თქვენთან ძალიან ბევრი მოსწავლე მოვა და მიმიხედეთ ერთი სიტყვით ძალიან დიდი მადლობა. ლაშა დიდი მადლობა, ჩემ შვილებს დიდი მადლობა, ჩემი გულშემატკივრობისთვის და თანადგომისთვის ყოველთვის. ხო. და ჩემს კომპოზიტორებს ძალიან დიდი მადლობა. Artist.
მიმი ჯავახიშვილი რომ სიმღერას გასწავლით, ალბათ ხდებით რაოდენობით მატერიალი ამბობა. ერთ სიმღერას შეგისრულებთ. ნინოშა სიმღერას ვერ გავუკეთა, პრემიერა შემდეგ გადავდოთ. რთულია გისმენდეს ავტორი და მე თან რაღაცა გაბედო. ერთ სიმღერას გიმღერებთ, ეს სიმღერა საერთოდ ძალიან დიდი ხნის არის, მაგრამ როდესაც სატელევიზიო პროექტში გამოდიოდი, მაშინ შევასრულე პირველად და გავუკვირდათ. ავტორს გავუკვირდა აზარაშვილს საიდან მოძებნოდა. არ იყო სატელევიზიო საკონცერტო ვერსიად გამოყენებული. ეს არის ვაჟა აზარაშვილის გზები. აი ამის შემდეგ მე რომ ვიმღერა საერთოდ სადაში მაგალითად ჩემი ამბიციები. აი ამის შემდეგ ჩაეშვა სატელევიზიო პროექტებში. ბოდიში ახლა რაც შეასრულე, ვიცი მე მეთქე რა თამაში მახსენეო. ახლა რაც შეასრულე, მაგის ავტორი ძაკარგია მეგობრებს. და კაშკაშებს. და აპლოდისმენტები დავაჯილდოვოთ მინა დრეისაძე, რომელიც არაჩვეულებრივ სიმღერებს ქმნის და მერლის მისი შექმნილია, რომელსაც მომდევნო განყოფილების ბოლოს ერთად შევასრულებთ. კარგი, მოგqalდებით, რომ ძალიან დიდი ხანი ამ სიმღერას ვღერი და ბოლოს მივხვდი, რომ რაღაცნაირად ჩემი ცხოვრების ვაიბი ყოფილა. ხო, ბოლო ხმაზე ავწეთ მუსიკას. Nossa,
ვიზეთ მეტია. უღრმესი მადლობა. მეგობარო. უღრმესი მადლობა. თითოეულ თქვენგანს ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა ბატონ გიორგი ქასრაშოვს, რომელიც დარწმუნებული ვარ ოქროს კადრებს შემოუნახავს ჩვენს სტუდიას. დიდი მადლობა თითოეულ მშობელს. ჩვენი აღსაზრდელების დედიკოებს, მამიკოებს, როგორც აღნიშნე, ბებუებს, ბაბუებს და ოჯახის ყველა წევრს. უღრმესი მადლობა ჩემს მეგობრებს, შემფასებლებს, მაყურებლებს